თუ თქვენ, როგორც კარგმა ლათინო ამერიკელმა, ოდესმე გსმენიათ გამონათქვამით უჩხუბობენ, ესე იგი უყვართ, ან თუ სძულთ ერთმანეთი, ესე იგი უყვართ, მაშინ ეს დრამა თქვენთვისაა. იყავით ყურადღებით, რადგან წინ სპოილერები გელოდებათ. სერიალი იწყება ახალგაზრდა ბიჭით, სახელად კანადე, რომელიც დიდი გავლენის მქონე ოჯახის მემკვიდრეა. მისი მამა, კლანის წევრებთან ერთად, მას აგზავნის ინსტიტუტში, სადაც კანონ მისი ყოფილი ცოლის ქალიშვილის სწავლობს, რათა მასთან კონტაქტი დაამყაროს. როგორც კი ჩადის და მის სახეს დაინახავს, მთავარი გმირის სწრაფად იხიბლება მისი სილამაზით, ამიტომ ყოყმანის გარეშე მიდის მასთან და ხელს სთხოვს. თუმცა გოგონა ცუდად რეაგირებს და მას შემდეგ, რაც უარს ეუბნება, კანადეს თანაკლასელების თვალწინ სახეში არტყამს. やめてもらえますか ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს ხედავენ, ორივე ჩხუბს იწყებს. ამიტომ მთავარი გმირი მამას უყვება მომხდარის შესახებ, ის კი სთხოვს, რომ კანონის სახლში ესტუმროს. იქ მისული კანადეს კანონ, როგორც ყოველთვის, უგულებელყოფს და ისე გამოდის სახლიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. თუმცა, რამდენიმე წამში გოგონა ძირს ვარდება და კანადე დროულად ახერხებს მის გადარჩენას. რამდენიმე დღის შემდეგ, მთავარი გმირი მწარედ განიცდის იმას, რომ კანონ არ პასუხობს ორმხრივი გრძნობით. თან ხვდება, რომ მის მიმართ გრძნობები დღითი დღე უფრო ძლიერდება. მეორე მხრივ ჩვენ ვიგებთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ტაკატო, საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი, ახალგაზრდული ბანდის ლიდერი, მეგობრებთან ერთად იმ ინსტიტუტში მიდის, სადაც კანონ და კანადე სწავლობენ. ერთ საღამოს ტაკატო თავის ბანდასთან ერთად კანადეს სახლში მიდის და მას შემდეგ, რაც ორივე ჯგუფი ერთმანეთს ხვდება, ისინი ჩხუბს იწყებენ, სანამ მთავარი გმირის მამა არ მივა და ორივე ახალგაზრდას არ ეტყვის, რომ ისინი ძმები არიან. მოგვიანებით ის მათ თავის კაბინეტში წაიყვანს და იქ უხსნის ტაკატოს თავის განზრახვას, რომ მათგან ერთ-ერთმა უნდა შეძლოს კანონთან დაახლოება, რათა ის ბედნიერი გახადოს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ტაკატო უარყოფს მამის იდეას, კანონ ის ფოტოს ნახვის შემდეგ და იმის გაცნობიერებით, რომ წარსულში ის მასზე იყო შეყვარებული, გადაწყვეტს დაეთანხმოს წინადადებას და ძმას. კანადეს გოგონას გულის მოსაგებად გამოწვევას უგზავნის. ასე რომ, მეორე დღეს ტაკატო მიდის მასთან სალაპარაკოდ და მას შემდეგ, რაც შეხვედრას თხოვს, კანონ აოცებს მას. ის პირველივე ცდაზე თანხმდება და სხვა სტუდენტების თვალწინ ეხვევა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვიგებთ, რომ ტაკატოს უმცროსმა ძმამ, სახელად რიუ, კანონს ფული გადაუხადა, რათა მას მოეჩვენებინა, რომ ძმის წინადადებაზე თანახმა იყო. ამასობაში, სანამ ტაკატო თავის ძმას მომხდარის შესახებ უყვება, რიუ ვერ ახერხებს მის ფიქრებიდან ამოგდებას და ხვდება, რომ თავადაც შეყვარებულია. კანონ გულთამყრობელი. იმავე დღეს ახალგაზრდების ახალი ჯგუფი, რომელსაც სტუდენტური საბჭოს პრეზიდენტი, სახელად აოი ხელმძღვანელობს, თავს აჩვენებს დანარჩენ სტუდენტებს, ხოლო რამდენიმე წამში ვიგებთ მის მეტოქეობას კანადესთან ყველაზე ცნობილი და გოგონებში წარმატებული ლიდერობის გამო. ამიტომ, როდესაც აოი გაიგებს, რომ მთავარი გმირი კანონს მისდევს, გადაწყვეტს მას მიუახლოვდეს და ასევე ხელის თხოვოს. თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ მას კანონ ის სახელიც კი არ იცის, გოგონა უარს ეუბნება და არწმუნებს, რომ აცნობიერებს, თუ მისი ერთადერთი მიზანი კანადეს თანმეტოქეობაა. მის შემდეგ, აოი მთელ ღამეს კანონ ის სახელის გახსენებაში ატარებს და, როდესაც ახერხებს მის პოვნას, აღფრთოვანებული მიდის ინსტიტუტში, რათა კვლავ სთხოვოს ხელი, მაგრამ ბიჭი ისევ იგივე პასუხს იღებს. რა ლუზერია? ცოტა ხნის შემდეგ ჩვენ ვიგებთ მოცეკვავე ახალგაზრდების სხვა ჯგუფზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიჭი, სახელად კოუკი. მან გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად კრივის გაკვეთილებზე ჩაეწერა, რათა დაეცვა კანონ, მას შემდეგ, რაც წინა წელს ინსტიტუტის გასასვლელთან ისატირებული ნახა. რატომ არიან ყველანი კანონით შეპყრობილები? Whatever. ამრიგად მას შემდეგ, რაც შორიდან უყურებს, კოუკი მისდევს მას და ასევე პაემანზე ეპატიჟება. თუმცა კანონ უარს ეუბნება უხეშად და ტოვებს იქაურობას. მას არავინ უნდა. ამ მომენტში ჩნდება ახალგაზრდების მეხუთე ჯგუფი, რომელსაც ამჯერად ინსტიტუტის პროფესორი ხელმძღვანელობს. მან მას შემდეგ, რაც დააკვირდა, თუ როგორ ცდილობენ დანარჩენი ლიდერები კანონთან დაახლოებას, სტუდენტების პირად არქივებს მიმართა. წაიკითხა მისი ინფორმაცია და ასევე შეყვარდა, რადგან მიხვდა, რომ ის ობოლია და ფული არ აქვს. მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ ახალგაზრდების მეექვსე ჯგუფზე, რომლის ლიდერი ცნობილი ხელოვანია. მან წარსულში მხარი დაუჭირა კანონს მშობლების გარდაცვალების შემდეგ,
და მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დანარჩენი ლიდერები მას მისდევენ, გადაწყვიტა დაიცვას ის იმ შედეგებისგან, რაც დაპირისპირებებმა შეიძლება მოუტანოს. უფრო მოგვიანებით ვიგებთ, რომ კანონ ის მამას გარდაცვალებამდე მრავალი ვალი ჰქონდა და კან აიცეს, მამამ თავის შვილებს გადასცა კონვერტი ფულით, რათა ეს ვალები დაეფარათ, როდესაც თავის კაბინეტში შეხვდა მათ. ამის შემდეგ კანონ აშკარად გაბრაზებული იყო მომხდარით და გადაწყვიტა ბევრი ემუშავა, რათა მთავარი გმირის მამისთვის ფული დაებრუნებინა, რითაც გვერდზე გადადო ინტერესი თავისი თაყვანისმცემლების მიმართ. ამის გაგების შემდეგ ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც მანამდე დააორგანიზა კონკურსი ჯგუფების ლიდერებს შორის ინსტიტუტის ახალი პრინცის გამოსავლენად, თავის კაბინეტში იბარებს კანონს და არწმუნებს მას, რომ ფულის სანაცვლოდ გამოიჩინოს ინტერესი მათ მიმართ, რათა წაახალისოს ისინი და ხელი შეუწყოს კონკურენციას. ამგვარად გოგონა წარუდგება მათ და არწმუნებს, რომ კონკურსის გამარჯვებული საბოლოოდ შეძლებს გახდეს მისი პარტნიორი. მეორე დღეს კანადე მიდის კანონთან, რათა ყვავილების თაიგული აჩუქოს. თუმცა ის მადლობასაც არ უხდის და მოგვიანებით უფრო მეტ ინტერესს იჩენს ძროხის ფიგურის მიმართ, რომელიც მისმა ძმამ, თაკ ატომ აჩუქა. დიდი გაბრაზებით მთავარი გმირი მიზნად ისახავს კონკურსის მოგებას, რათა შეძლოს მასთან ყოფნა. ამ კონტექსტში თითოეული ჯგუფის ლიდერები იწყებენ ვარჯიშს თავიანთ მეგობრებთან ერთად კონკურსისთვის. როდესაც აღნიშვნის დღე დგება, სტუდენტები იწყებენ თავიანთი ფავორიტის არჩევას კონკურსის პირველი ეტაპის ფარგლებში, ხოლო დირექტორი სიამაყით უყურებს ღონისძიების ტრანსლაციას თავისი კაბინეტიდან. მის მიცემის შემდეგ კანადე იღებს ყველაზე მაღალ შედეგს. თუმცა მეორე ეტაპზე, რომელიც სიცილის შეკავებას გულისხმობს, აოი ახერხებს მის დამარცხებას და ხდება ამ გამოწვევის გამარჯვებული. მესამე ეტაპის შემდეგ ტაკატო იმარჯვებს და ლიდერები იწყებენ მეოთხე ფაზას, რომელიც გულისხმობს საბრძოლო ხელოვნების გამოყენებით ბრძოლას კაპიუშონიანი მამაკაცების ჯგუფთან, მხოლოდ ერთი ასისტენტის დახმარებით. ამ შემთხვევაში ტაკატო და კანადე ახერხებენ მოწინააღმდეგეების დამარცხებას და რამდენიმე დამატებითი ტესტის ჩატარების შემდეგ, მხოლოდ 5 ლიდერი ახერხებს კონკურსის მეორე რაუნდში გასვლას. ასე რომ, რიუ ახერხებს მათგან ერთ-ერთის ადგილის წართმევას, იკავებს მეოთხე პოზიციას ტაკატოს, კანადეს და ის შემდეგ, ხოლო KI-ს ბოლო პოზიციაზე ტოვებს. შემდეგი ნაბიჯის სახით კონკურსის მეორე რაუნდი გულისხმობს პაემანს კანონთან, რომელზეც მათ თითო-თითოდ უნდა გამოუტყდნენ მას სიყვარულში, ხოლო მათ თავზე დამაგრებული კამერა იღებს ყველაფერს. ასე რომ პირველი მონაწილე არის აოი, რომელიც მასთან ყვავილებზე საუბრის შემდეგ რომანტიკული და ტრადიციული გზით უცხადებს სიყვარულს, რითაც დანარჩენ სტუდენტებს პირიღია დარჩებათ მისი დეტალურობის გამო. მეორე ადგილზე კოუკი გადაწყვეტს სიყვარულში უფრო თანამედროვე გზით გამოუტყდეს, როდესაც კალათბურთის ბურთი, რომლითაც ის თამაშობს, კანონ ის მიმართულებით მიდის, ის ამ შესაძლებლობას იყენებს, რომ მიუახლოვდეს და სიყვარული აუხსნას. შემდეგ არ Y-ს ჯერი დგება, თუმცა ძმის პატივისცემის გამო იგი გრძნობებს არ ამჟღავნებს და დუმს. თავის მხრივ, ტაკატო ამზადებს მასთან პაემანს პარკში და იყენებს მათ სიახლოვეს, სანამ ერთად ბეისბოლს თამაშობენ, რათა სიყვარული აუხსნას. ბოლოს კანადე მისთვის ამზადებს სიმღერას და როდესაც ის მუსიკალურ ოთახში შედის, იწყებს ფორტეპიანოზე დაკვრას მაყურებლის ემოციების ფონზე, მაგრამ სიყვარულის ახსნის შემდეგ მთავარი გმირი იჭრება მის პირად სივრცეში, რათა ჩაეხუტოს და კანონ ბოლოს მას შორდება. კანადე ასე კარგად მიდიოდი. მას შემდეგ, რაც ყველა ლიდერი დაასრულებს ბოლო რაუნდს, თანაკლასელები იწყებენ ხმის მიცემას და საბოლოოდ კანადე ხდება კონკურსის გამარჯვებული, რაც იწვევს კანონ ის შეშფოთებას, რომელიც მხოლოდ დირექტორის მიერ მოცემული ფულისთვის თამაშობდა. ამგვარად მეორე დღეს, როდესაც მთავარი გმირი მიდის მასთან, რათა მისი კომპანია მოითხოვოს, ის უყვება სიმართლეს და ორივე ბოლოს ერთმანეთს არწმუნებს, თუ როგორ სძულთ ერთმანეთი. თუმცა კანონ ტირილით მიდის, რადგან სინამდვილეში ის ნამდვილად შეყვარებულია მასზე და ვერ ახერხებს ამის აღიარებას. თავის მხრივ, კანადე ვერ ახერხებს კანონ ის დავიწყებას და თავის სახლში, მარტოობაში
ისევ და ისევ უკრავს იმ სიმღერას, რომელიც მისთვის დაწერა. რაც შეეხება თაკატოსას, მისი ძმა რიუ არწმუნებს მას, რომ კვლავ წავიდეს და სიყვარული აუხსნას, თან არწმუნებს, რომ ის ერთადერთია, ვინც მას იმსახურებს. რამდენიმე დღის შემდეგ AO-ის ასისტენტი ამჩნევს კანონსას, რომელიც ნაგავში აგდებს ფოტოსურათს და გადაწყვეტს აიღოს ის, რათა მომხდარი გამოიძიოს. თავის მხრივ, კანადე ატარებს კონცერტს თავისი თაყვანისმცემლებისთვის, მაგრამ ის რჩება მუდმივად გაფანტული და ვერაფრით იგდებს კანონს თავიდან. ამის შემდეგ, სანამ აოი წუხს იმის გამო, რომ ვერ მოიპოვა კანონის გული, მისი ასისტენტი აწვდის მას ფოტოსურათს და მას შემდეგ რაც ხედავს, რომ ეს არის კანადეს გამოსახულება, აღმოაჩენს, რომ გოგონა მართლაც შეყვარებულია მთავარ გმირზე. რამდენიმე მომენტის შემდეგ, აოი მიდის კან-ატს სახლში და მას შემდეგ, რაც გადასცემს ფოტოს და ეუბნება, რომ კანონ მის მიმართ შეყვარებულია, საბოლოოდ მთავარი გმირი რწმუნდება და გარბის მისსაძებნელად. ბოლოს, ფლეშბექში ვიგებთ, რომ კანონ შეუყვარდა კანადე იმ დღეს, როდესაც სანამ მიმტანად მუშაობდა, ერთმა სტუდენტმა ის აუზში ჩააგდო, ხოლო ის, ანუ კანადე, სიცილის ნაცვლად, ერთადერთი იყო, ვინც მას დასახმარებლად მიუახლოვდა. ამ მიზეზით გოგონამ გადაწყვიტა შეენახა მისი ფოტოსურათი, რომელიც იმავე დღეს ჰქონდათ გადაღებული ღონისძიებაზე, მაგრამ რადგან ის შეძლებული ოჯახიდან იყო, ეშინოდა სიყვარულის ახსნა თავისი მდგომარეობის გამო. წმყოში დაბრუნებული თაკატო მიდის, რათა კვლავ აუხსნას სიყვარული კანონს, მაგრამ ის ეუბნება, რომ კანადეს მიმართა შეყვარებული. და რამდენიმე წამის შემდეგ, მთავარი გმირი საბოლოოდ ხვდება მას და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჩხუბობენ, როგორც ყოველთვის, კანონ ახერხებს თავის შიშთან გამკლავებას და მას შემდეგ, რაც არწმუნებს, რომ უყვარს, ორივე ერთმანეთს ეხება. და ასე მთავრდება ეს დრამა. გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ შეტყობინებები და მადლობა, რომ გვიყურეთ. მომავალ შეხვედრამდე.